გამარჯობა. ეხლა ვართ ფალიაშვილის 60 ნომერში, კაფე ფელამუსში. ეს არის ჩვენი ლამაზი ყვავილები, ერთ-ერთი გამორჩეული რამ ჩვენი კაფისთვის. აქ გვაქვს ფელამუშის ლოგო. როგორც ხედავთ, თქვენ ყველამ კარგად იცით, თუ რას ნიშნავს ფელამუში. ეს არის თვითონ თეფში და ზემოდან ნადევს ფელამუში. მოდი ახლა შევიდეთ შიგნით და ვნახოთ თუ რა ხდება. ახლა შევდივართ ფელამუშის შიდა სივრცეში. გამარჯობა ნიკა. მოდი გარშემო დავათვალიეროთ, როგორი გარემოა. როგორც ხედავთ, ძალიან მყუდრო გარემოა და ამასთანავე აქ მუშაობს ძალიან თბილი ხალხი. მოდი მივესალმოთ, გამარჯობა კოტე, ეს არის ჩემი მეგობარი, ძალიან კარგი ადამიანი და აქაურობის შესახებ ყველაფერს მოგვახსენებს უკეთ და დეტალებში გაგვაცნობს თუ რისთვის არის ეს კაფე შექმნილი. გამარჯობათ, მე მქვია კოტე. თქვენ იმყოფებით კაფე ფელამუსში, ეს არის ინკლუზიური კაფე. რატომ არის ეს ინკლუზიური კაფე? ჩვენ ვეხმარებით ინკლუზიურ ადამიანებს გარე სამყაროსთან ავადმყოფობაში. ვასწავლით ყავასთან მუშაობას, ასევე კოქტეილები და ყველაფერი, რაც შეიძლება მოხდეს ბარში. და გვაქვს ასევე თარო, რომელიც სპეციალურად წარმოდგენილია ბავალე, პოტერია, ბებია, ბათუმიდან გადამუშავებული პლასმასის შემოქმედება. გადავცემ დათოს მიკროფონს, იმიტომ რომ დათო თვითონ სოციალურ სახლში აკეთებს თავის შექმნილ ნივთს. აი, ვაკეთებ, როულებს ვაკეთებ, მოკლოდებს, ამ უთებს, ამ სახლებს ჩვენ ვაკეთებთ, ამ სახლებს, ამ დაფებსაც ჩვენ ვჭრით. ეხლა ვართ სამზარეულოში, როგორც ბარში სწავლობენ ჩვენთან ინკლუზიური ადამიანები, ისევე სამზარეულოში სწავლობენ სხვადასხვა საქმეებს. ეს არის ნატო მაგალითად, გამარჯობა ნატო, რომელიც ამწამს პიურესთვის ამზადებს კარტოფილს. ეს არის ჩვენი კაფის ტრადიცია, ყოველ 3 საათზე ვიკრიბებით ყველანი ერთად და ვსადილობთ. მადლობა ყურადღებისთვის. კარგად.